საბჭოში ეს წუთია დაიწყოს ხდომა, რომელზეც დავით ბაციკაძისა და ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობის დატოვების საკითხი უნდა გადაწყდეს. ვიცე-სპიკერის გადაყენებას მხარს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მედია ვასაძე და ჯემალ ფუტკარაძე უჭერს. საკითხის დადებითად გადაწყვეტას უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ცნობილია, რომ მთელი კვირის განმავლობაში სვეტლანა კუდბა მოიაზრებოდა. ხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე უმაღლეს საბჭოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. მედიკოსებმა დახმარება სწორედ სვეტლანა კუდბას აღმოუჩინეს. უფრო დეტალურად თემაზე ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი თამარ კიკნაძე ისაუბრებს. თამარ, მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით, თამარ, როგორც შენ აღნიშნე, აჭარის უმაღლესი საბჭო ალექსანდრე ჩიტიშვილისა და დავით ბაციკაძის გადაყენების საკითხის დასაყენებლად ამ წუთებში შეიკრიბა. ხდომა ჯერ არ დაწყებულა, ის წუთი-წუთზე წაიყვანს ხდომ დაიწყება რიგალის შესხდომა. ხდომის დაწყებამდე მოხდა ინციდენტი, როგორც თავად აღნიშნე, უმაღლეს საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატი სვეტლანა კუდბა გადაწყვეტა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა დაახლოებით 9 საათის განმავლობაში. მედიკოსები თავის სამუშაო კაბინეტში იყვნენ, თუმცა ხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუმჯობესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იგი ამ წუთას ხდომის დარბაზში იმყოფება. აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ დროისათვის იმყოფება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ამბობს, რომ მან კონსულტაციები გაიარეს ხდომის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატთან და დარწმუნებულია, რომ დავით ბაციკაძისა და ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენებას ისინი მხარს დაუჭერენ. უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი და სხვა პოზიცია აქვთ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერსა და ალექსანდრე ჩიტიშვილს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათ გადაყენებას უმაღლესი საბჭო ვერ შეძლებს. ყოველ შემთხვევაში პროგნოზი და ვარაუდი ასეთია. შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. მე ასევე შეიძლება გითხრათ, რომ ვიდრე ხდომა დაიწყებოდა უმაღლეს საბჭოში იმყოფებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი და საკრებულოს ერთ-ერთი წევრი ლაშა სირაბიძე ამჟამად ესწრება ხდომას, ხოლო ირაკლი ჭეიშვილი ის ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია. მადლობა თამარ, მე მაყურებელს შევახსენებ საკანონმდებლო ორგანოდან ჩვენი კორესპონდენტი თამარ კიკნაძე საუბრობდა, როგორ განვითარდება უმაღლეს საბჭოში ვითარება. ჩვენი მომდევნო გამოშვებიდან შეიტყო